სიამოვნებს თქვენი ასეთი ინტერესი იმისთან დაკავშირებით, რომ წინასწარ გსურთ იცოდეთ სად მივდივარ, როგორ მივდივარ. მე სამწუხაროდ ისეთ სამუშაო მაქვს, რომ ესე ჩუმად არაფერს არ ვაკეთებ და ვერაფერს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ არის შემთხვევები, როდესაც სამუშაო მოითხოვს რაღაც ზოგჯერ სწრაფ გადაწყვეტილებებს. მე ამის თაობაზე ვესაუბრე თქვენს კოლეგებს იქვე, ანუ არსად არ დავმალულ ვარ, ეს იყო მივლინება პარლამენტიდან, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში აგვარებდა გარკვეულ შეხვედრებს, ვიყავი საჯარო ღონისძიებებზე, მედიასთანაც, ასე რომ რაიმე დასამალი აქ არაფერი არ ყოფილა, მაგრამ მომიწია მარტო გამგზავრება დელეგაციის გარეშე, იმიტომ რომ ეს არ იყო რაიმე ოფიციალური ვიზიტი, ეს იყო სამუშაო ვიზიტი. ამ დღეებში მოგეხსენებათ იქ იმართებოდა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეგიდით რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. იქ იმ დღეებში იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მე მგონი 8 თუ 9 სამინისტრო იყო წარმოდგენილი პირველი მოადგილეების და მოადგილეების დონეზე. ამ მათი სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე მე მქონდა შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან იმ თემებზეც, რაზეც ამ სამუშაო ჯგუფებში იყო საუბარი, სხვა თემებზეც. ძირითადი მიზანი იყო რეგიონული უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა და ამ საკითხებში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგებთან იმ მოვლენების ფონზე, რაც ვითარდება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ზოგჯერ არასაკმარის ყურადღებას უთმობთ იმას, თუ რა ხდება ჩვენგან სამხრეთით, ან ჩვენგან აღმოსავლეთით. ჩვენი ყურადღება ხშირად კონცენტრირებულია უფრო იმაზე, თუ რა ხდება უშუალოდ საქართველოში და ეს სწორია, რა ხდება უკრაინაში და ეს სწორია. მაგრამ ბოლო ხანებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება ჩვენგან სამხრეთით, სირიაში და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ჩვენს პარტნიორებთან. ანუ სირია იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ამ შეხვედრების? პრობლემები, რომელიც შექმნილია ჩვენგან სამხრეთით და რაც იქმნება ჩვენგან აღმოსავლეთით, კიდევ ვიმეორებ და კასპიის ზღვას შემთხვევით არ ვახსენებ, ეს იყო ჩვენი საუბრების და ჩემი იქ ყოფნის ერთ-ერთი მთავარი თემა. ეს ის საკითხებია, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც ჭირდება არანაკლები ყურადღება იმასთან, რაც თქვათ უკრაინაში ხდება და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული და მონაწილეობთ სხვადასხვა პროცესებში.